ქვეყანაში კი უკვე 23 დღეა ხალხი ქუჩაში აპროტესტებს ოცნების ქმედებებს 23 დღეა საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას. პროტესტ დღესაც უერთდებიან ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები, ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თბილისის ქუჩებში მართავენ მსვლელობას. მარიამ ელიბაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის ამ წუთებში სად იმყოფებიან მსვლელობის მონაწილეები. გისმენ მარიამ. Keti, ახლა სავარაუდოდ მაყურებელი კადრში ხედავს, უბრალოდ უნდა ხედავდეს კადრში თუ საით მოემართებიან ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები, ფაქტობრივად მათ მარჯვენა სანაპიროს ნახევარი ზოლის საავტომობილო ოსი აქვს დაკავებული, თავდაპირველად ისინი შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე, შემდეგ გაემართნენ მსვლელობით თავისუფლების მოედნით და სწორედ აქედან ჩამოვიდნენ იუსტიციის სახლთან, სადაც მათ ჰქონდათ მიმართვა იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან, რადგან ისინი მოუწოდებდნენ მათ რომ გაიფიცონ და დაგმო ქვეყანაში ის ძალადობა, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებს რუსთაველის ქუჩაზე. მე გავესაუბრები პირდაპირ ეთერში ახლა აქ შეკრებილ მოქალაქეებს პირდაპირ ეთერში ვართ. რას ეტყოდით არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი? პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნები უცვლელი არის, სრულად მკაფიო არის ყოველდღიური 22 დღე არის უკვე პროტესტები მიმდინარეობს, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს გამჭვირვალეს მათ შორის და რა თქმა უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი, რომელსაც წამების პირობებში აკავებდნენ და ამავდროულად აბსურდულ შეთითხნილ ბრალდებების გამო სხედან დღეს ან იზოლატორებში, ან ზოგიერთზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ამ ხელისუფლებას ბუნებრივია ჩვენ არც ვაღიარებთ. მე მგონი არც გარედან და არც შიგნიდან აღარ აღიარებენ, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლად მოიხსენიებენ საერთაშორისო პარტნიორები და არა უკვე მინისტრებად და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ქმედებები, რასაც ისინი ჩადიან ყოველდღიურად, რომ აგერ გუშინ დასანქცირებული გომელაური დღეს ვიცე-პრემიერად აღიარა კობახიძემ, ერთი რომ დამცინავი და შეურაცხყოფელი არის, მაგრამ მაგათგან მიჩვეული ვართ, მე მგონი 10 ჩვენგან არის უფრო სასაცილო და მათაც საერთაშორისო საზოგადოება უკვე სერიოზულად ვეღარ აღიქვამს. ამათი ბოლო მე მგონი ცხადი არის და ნელ-ნელა ჩვენი პროტესტით აუცილებლად შევუწყობთ ხელს მათ ხელისუფლების დასრულებას. დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, აქ შეკრებილ ადამიანებს აქვთ მოთხოვნები, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, ის ვინც არაპროპორციული და ძალადობრივი გზებით დააკავა არალეგიტიმურმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრებით. დღეს თვით გამოცხადებულმა პრემიერმა თქვა, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები, ის ვინც 23 დღის განმავლობაში მშვიდობიან დემონსტრანტებს არაპროპორციული ძალის გამოყენებით აკავებდა, ასისხლიანებდა, ღირსების ორდენზე უნდა წარადგინონ. აი, რას ეტყოდით თვით გამოცხადებულ პრემიერ-მინისტრს და სანქცირებულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას? რა ვიცი, მე მგონი ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. ამით უბრალოდ ესენი აკეთებენ იმას, რომ რაც ჩაიდინეს დემონსტრანტი, რაც ჩაიდინეს თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ და ამ ძალადობრივ გზას და მეთოდებს ისინი ამართლებენ. რეალურად ახალისებენ იმ ხალხს, ვინც ამ ძალადობების უკან დგას. ამიტომ გააკეთეს ეს ეხლა, იმიტომ დააწინაურეს ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, რომ ეს ფაქტიურად მათთვის წახალისებაა, რომ შემდგომშიც თუ ისინი ძალადობრივად ვინმეს დასჯიან და ვიღაცას გალახავენ, ამისთვის არ დაიჯებიან, პირიქით წახალისებული იქნებიან, რაც არის აბსოლუტური მარაზმი მე თუ მკითხავ. იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ მოვითხოვოთ და შევასრულებინოთ ის პირობები, რაც ქართველ ხალხს გვაქვს, კონსტიტუციაში ჩაწერილი გვაქვს. რას ვითხოვთ? პირველ რიგში უნდა განთავისუფლდეს რეჟიმის პატიმრები ცალსახად და უპირობოდ, დაისაჯოს უნდა ის ადამიანები, ვინც ძალადობრივად ზემოქმედებდნენ თავისუფალ ადამიანებზე და ასევე აუცილებლად უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები იმისათვის, რომ ჩვენ რაც კონსტიტუციაში გვიწერია, ის შესრულდეს. სხვა გამოსავალი არ არსებობს. დიდი მადლობა. აქ შეკრებილი ადამიანები ითხოვენ და მშვიდობიან მომიტინგეების არაპროპორციული და ძალადობრივი გზებით დაკავებულების გათავისუფლებას, დაუყოვნებლივ ახალი არჩევნების ჩანიშვნას, ვინაიდან ახლა ქვეყნის კრიზისიდან ერთადერთი გამოსვლის საშუალება არის ხელახალი არჩევნები და ბუნებრივია მათი არჩევანიც არის ევროპა. საღამოს 7 საათზე ისინი შეუერთდებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანიშნულ აქციას, სადაც ხალხი თვითორგანიზებით მიდის.